აი ეს ხელის აწევა, ხო? ვიღაცას უბრალოდ გონია რომ ესალმები და ვიღაცას გონია რომ უნდა დაგარტყას და აკეთებს ამას. აი ეს არის სხეულის მეხსიერება, ეს არის ის რაც სხეულმა ისწავლა, მაშინ როდესაც მას ცემდნენ. ჩვენ სხეულსაც აქვს მეხსიერება, რომელიც შეიძლება გონებრივად და ესე აზრობრივად არ გვახსოვდეს, მაგრამ სხეულს კიდე ცალკე მეხსიერება აქვს, რომელიც ჩვენგან გაუცნობიერებლად ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ამ მეხსიერებას. თუ კი რესურსი ნაკლებია ვიდრე სტრესორის ზეგავლენა, ამ შემთხვევაში ადამიანი იღებს ერთგვარ ტრავმულ გამოცდილებას და ტრავმულ სიტუაციაში პირველი რაზეც უნდა ვილაპარაკოთ არის ის, რომ ადამიანი გადარჩა. მსხვერპლი ვთქვათ, ამ ტერმინით მოვხსენოთ, ხშირად დანაშაულებს თავის თავს. აი ღამე რო არ გავსულიყავი, ვთქვათ და აი მსგავსი რაღაცები და ალბათ მოკლე არ ჩამეცვა, ტუჩსაცხი არ მქონოდა და ალბათ ეს არის უფრო საზოგადოებიდან შთაგონებული, შეიძლება ის გააზრებული არ გვაქვს, რომ საზოგადოებამ შთაგვაგონა, მაგრამ დაახლოებით რომ წარმოგიდგენია თუნდაც ინტუიციის დონეზე რომ ვფიქრობთ, თქვათ, სხვამა რო თქვას, რომ ღამე თავს მოკლე კაბა ეცვა, არ აქვს მნიშვნელობა, თუ გინდა გრძელი შარვალი იყოს, აი აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რატო გახდი ძალადობის მსხვერპლი. სამი ვარიანტი გვაქვს. შეშდებით, როდესაც არ ვიცით რა გავაკეთოთ, გავრბივართ თუ არ გვაქვს ძალა რომ შევებრძოლოთ, ან გადავდივართ ბრძოლის რეჟიმში, თუ კი ამის რესურსი და უნარი გვაქვს. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტს „ასე ფსიქოლოგიური ტერმინი“, რომელსაც წარმოგიდგენთ ფასკოჯი ფსიქოლოგიური სივრცე. მე მისი წამყვანი ფსიქოლოგი მარიამ ნოზაძე ვარ და დღეს ვისაუბრებთ საკმაოდ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხზე, ტრავმაზე. ჩემთან ერთად არის სტუმარი, ფსიქოთერაპევტი დიანა ნიკოლაიშვილი და დიანასთან ერთად ვეცდებით გავარკვიოთ, რა არის ტრავმა, როგორ ვლინდება და რა არის მისგან განთავისუფლების გზები. პირველ რიგში მოგესალმები და მადლობა ჩვენთან მოსვლისთვის. მოგესალმები მეც და მადლობა რომ ეს თემა წამოვწიეთ. ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ძალიან ბევრს ლაპარაკობენ და ხშირად არ იციან რას ეძახიან ტრავმას. ამიტომ გავერკვიოთ დღეს. კი ბატონო, მოდი მარტივიდან დავიწყოთ და უბრალოდ რომ ვუთხრათ რა არის ტრავმა თვითონ კლასიკური განმარტებით. ტრავმა ზოგადად სამედიცინო ტერმინია და რაღაც ზიანის ფორმას წარმოადგენს, ხო? როდესაც ჩვენ ფიზიკურ ტრავმაზე ვსაუბრობთ, ჩვენთვის ძალიან კარგად გასაგებია რაზეა ლაპარაკი. ეს არის ის დაზიანება, რომელიც ადამიანს უქმნის დისკომფორტს და გარკვეულ წილად მის ფუნქციონირებას აფერხებს. როდესაც ჩვენ ფსიქოლოგიურ ტრავმაზე ვსაუბრობთ, მისი შედეგები იმდენად არ ჩანს ვიზუალურად სხეულზე ადამიანის, როგორც გამოჩნდებოდა ფიზიკური ტრავმის შემთხვევაში, თუმცა არის ნიშნები, რომელიც აი ამ ტრავმას ააშკარავებს და ძალიან კარგად შეგვიძლია ვიმსჯელოთ ტრავმის შედეგებზე. კი ბატონო, ერთს დავამატებდი თავიდანვე რომ ასე ვთქვათ, ხილული იყოს, რომ ფსიქოლოგიური ტრავმა არ არის დაავადება. ეს არის ნორმალური რეაქცია არანორმალურ მოვლენაზე. იმიტომ რომ ზოგჯერ მე შემხვედრია ხოლმე, რომ დაავადებად განიხილავენ და ამიტომ ვფიქრე, კარგი იქნებოდა ხაზი გაგვესვა ამისთვისაც. რა სახის ტრავმები არსებობს, ძირითადად მაინც ტრავმის შედეგები ბავშვობაში გადატანილ მოვლენებსაც უკავშირდება ხოლმე. შეგვიძლია დავიწყოთ ბავშვობიდან და ასე ვთქვათ, მოვყვეთ დასრულობამდე. კარგი, დავიწყოთ. აი, დაავადება ნამდვილად არ არის. ეს არის ადამიანის სპეციფიკური რეაქცია გარკვეულ სტრესულ სიტუაციაზე. ყველა ადამიანს აქვს თავისი სტრესმედეგობა და ეს სტრესმედეგობა განისაზღვრება იმ მომენტში, როგორ რესურსულ მდგომარეობაში აქვს, თუ არა ენერგია, ძალა, ფიზიკური შესაძლებლობები, რომ გაუმკლავდეს სტრესორს. თუ საკმარისი აქვს, მაშინ ის სიტუაცია სტრესული გადალახვადია და ტრავმას კვალს არტოვებს. თუ კი რესურსი ნაკლებია ვიდრე სტრესორის ზეგავლენა, ამ შემთხვევაში ადამიანი იღებს ერთგვარ ტრავმულ გამოცდილებას და ტრავმულ სიტუაციაში პირველი რაზეც უნდა ვილაპარაკოთ არის ის, რომ ადამიანი გადარჩა და ის თუ როგორ გადარჩა, აი ის ნაბიჯები, ის მდგომარეობა ერთგვარ, აი ესეთ კოპინგ მექანიზმად უყალიბდება, რომ იმისთვის რომ გადავრჩე, მე მაგალითად უნდა მქონდეს გარკვეული ტიპის რეაგირება, უკვე ერთხელ გადავრჩი.
წავედით ბავშვობაში, რა ხდება ბავშვობაში. ნუ ესეთი უნივერსალური ტრავმა ბავშვობის პირველი ეს არის მშობიარობა. უმტკივნეულესი პროცესია ბავშვისთვის და ბევრად უფრო მტკივნეული ვიდრე დედისთვის. რადგან ბავშვი გარდა იმისა, რომ ფიზიკურად ძალიან დიდ ძალისხმევას ხარჯავს და ენერგიას ხარჯავს იმისთვის, რომ დაიბადოს, ამასთან ერთად ძალიან მტკივნეულ პროცესს გადის სამშობიარო გზებში გასვლის დროს. ამასთან ერთად ერთ-ერთი ფიზიოლოგიის სპეციალისტის მოსაზრებაა, რომ თუ იგივეს გაივლის ზრდასრული ადამიანი, რასაც გადის ბავშვი დაბადების პროცესში, 2 წუთის განმავლობაში გარდაიცვლება ან პოლიტრავმით, ფიზიკური ტრავმით ამ შემთხვევაში, ან ინფარქტით და ან ინსულტით. წარმოიდგინე, რამხელა ენერგია და რამხელა ძალისხმევაა. თუმცა ბავშვის ორგანიზმი ამისთვის ადაპტირებულია, ანუ სტრესმედეგობაზე რომ საუბრობთ, მას საკმარისი რესურსი აქვს იმისთვის, რომ აი ამ სირთულეებს გაუმკლავდეს და იბადება. შესაბამისად, დაბადება ერთდროულად როგორც ტრავმა უნივერსალური, ასევე უნივერსალური რესურსია ყველა ჩვენთაგანისთვის, იმიტომ რომ გადავრჩით, დავიბადეთ და აქ ვართ. შემდეგ უკვე ის თუ როგორ ადაპტირდება ბავშვი და რამდენად ჯანსაღ სიტუაციას დაახვედრებს ოჯახი და ის სოციუმი, რომელსაც მოევლინა და განაპირობებს ექნება თუ არა ტრავმული გამოცდილებები, რა რაოდენობით ექნება ტრავმული გამოცდილებები და რამდენად შემდგომ უკვე გავლენას მოახდენენ მის ცხოვრებაზე, მის განვითარებაზე და სხვადასხვა ტიპის რეაქციაზე იმ სიტუაციებში, რომელიც უკვე ზრდასრულ ცხოვრებაში ექნება. კი ბატონო. აი ზოგჯერ არის ხოლმე ხშირად როცა ერთ ოჯახში იზრდება და-ძმა, ან ძმები, დედმამიშვილები, თითქმის ერთი ასაკის და აი მშობლებისგან რაც მომისმენია ხოლმე, რომ თუ თქვათ ჩემი არასწორი მიდგომის ბრალიაო, რატო შეიძლება რომ ერთი ბავშვი იყოს ტრავმირებული ამის გამო და მეორე არა. და ნუ მაინც რაღაც გარე ფაქტორებში ხდება ხოლმე ძიების დაწყება და აი ამასაც რო შევეხოთ 2 სიტყვით მე ანუ იმას დავამატებ რომ ეს თვითონ ადამიანის ხასიათზეც ძალიან არის დამოკიდებული რა თქმა უნდა იმიტომ რომ მე შეიძლება მეჩხუბო და ბავშვობაში ჩემთვის ეჩხუბათ და გამეცინა და არ მიმეღო სერიოზულად და პირობითად ჩემი ძმისთვის ან ჩემი დისთვის რომ ცოტა ისეთი მკაცრი ტონით ეთქვათ ტრავმად დარჩენოდა და ესეც ალბათ იმის გარდა რომ გენეტიკა თავისი ინდივიდუალური ხასიათიდანაც გამომდინარეობს ხო ეს აუცილებლად რამდენად ვიღებთ აუცილებლად გამომდინარეობს ჯერ ერთი ხასიათიდან მეორედან ის რომ რამდენად აქვს ბავშვს დაკვირვების და დასკვნების გაკეთების უნარი სიტუაციაში და კიდევ ბევრი რაღაცა ის მაგალითად ვინ არის მისთვის იმ მომენტში როლ მოდელი ვისგან იღებს კოპინგ მექანიზმებს ჩვენ არ ვიბადებით გარკვეული სტრატეგიებით რომ აი როდესაც დედა გეჩხუბება გაიღიმე ასე ჯობს ხო თუმცა ჩვენ ვაკვირდებით სხვა ადამიანებს რომლებიც კამათის დროს სხვადასხვანაირად რეაგირებენ და შემდეგ უკვე ზრდასთან ერთად ვირჩევთ ისეთ რეაგირებას რომელიც ჩვენი აზრით ყველაზე სწორია და ჩვენ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ მაგალითად ბავშვს არ შეუძლია დაჯდეს და უთხრას დედა მოდი კონსტრუქციულად ვისაუბროთ ამ საკითხზე ხო ბავშვი პოულობს იმ გზას რა გზითაც შეუძლია რომ გავიდეს თუმცა ყველა კამათი, ყველა ჩხუბი, რა თქმა უნდა, ტრავმას არტოვებს და აი რომ მკითხე წეღან. რა არის ტრავმის შედეგებიო და როგორი ფორმის ტრავმებია? როდესაც ბავშვი მუდმივად უარყოფილია ოჯახში, ან მუდმივად ძალადობის გარემოში იზრდება, ეს არის ქრონიკული ტრავმა. როგორც ასეთი არ არის მძლავრი რაღაც ისტორია, რომლის შედეგადაც თითქოს აი ხო ამას ჰქონდა ესეთი ტრავმული გამოცდილება და ამიტომ არა, ის მუდმივად პატარა დოზებით იღებს ამ დაზიანებას და თანდათან სწავლობს, რომ სხვანაირად არ გამოვა, სხვანაირად არ შეიძლება. და ასევე არსებობს მწვავე ტრავმა, რომლის დროს არის ერთჯერადი, ძალიან მძლავრი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობას ემუქრება თუ ადამიანის სიცოცხლეს თუ კეთილდღეობას და რაც უფრო პატარა ადამიანი, მით უფრო ნაკლები კოპინგ მექანიზმი აქვს. არ აქვს ჯერ იმდენი რესურსი, რომ მოაგვაროს ეს საკითხი და ამიტომ ძირითადად რას ვაკეთებთ ხოლმე, როდესაც ესეთი სასიცოცხლო რისკი
სამი ვარიანტი გვაქვს. შეშდებით, როდესაც არ ვიცით რა გავაკეთოთ, გავრბივართ თუ არ გვაქვს ძალა რომ შევებრძოლოთ, ან გადავდივართ ბრძოლის რეჟიმში, თუ კი ამის რესურსი და უნარი გვაქვს. შესაბამისად, ესეთი ტრავმის ფორმები, ხო, ეს მწვავე და ქრონიკული ტრავმა რომ წარმოვიდგინოთ, ორივე ერთნაირად მძიმეა. ვერ ვიტყვით რომ აი ჯობდა ერთხელ ყოფილიყო რაღაც ცუდი ვიდრე მთელი ბავშვობა ეს ორივე გავლენას ტოვებს და რა გავლენას ტოვებს. აი რა არის, როგორ უნდა მივხვდეთ რომ აი ამ 5 დედმამიშვილიდან ამას აქვს აი იმ ტრავმული გამოცდილების შედეგები, ანუ ის ტრავმა დღეს უშლის ცხოვრებაში და დანარჩენ 4-ს რაღაცნაირად მოუხერხდათ და მოაგვარეს ეს ყველაფერი, რა ნიშნებია. ძირითადი 4 კატეგორიაა. დავიწყოთ ფიზიკურით, აი ფსიქოსომატური მედიცინა იკვლევს იმ დაავადებებს, რომელიც არ არის ორგანული მიზეზით გამოწვეული. და ეს შეიძლება იყოს ტრავმის შედეგი. შეიძლება იყოს სხვადასხვა კანის დაავადებები, კუჭნაწლავის, გულის და სხვა დაავადებები, რომელსაც არ აქვთ ორგანული მიზეზი. და ეს ყველაფერი იყოს გამოწვეული იმ ტრავმული გადაწყვეტილებით, რომელიც ბავშვმა მიიღო ტრავმულ სიტუაციაში და ეს ტრავმული გადაწყვეტილება შეიძლება ჟღერდეს ასე, იმისთვის რომ ვიარსებო, ან იმისთვის რომ გადავრჩე, უნდა ვიყო ავად. რატომ? იმიტომ რომ როდესაც ავად ვარ, ჩემზე ზრუნავენ და მე იმისთვის რომ კარგად ვიყო, მჭირდება ზრუნვა, როდესაც პატარა ვარ, ნამდვილად ესეა, როდესაც ვიზრდები, მე შემიძლია საკუთარ თავზე ვიზრუნო, მაგრამ ტრავმულ ფსიქიკას, აი ამ ნაწილს, ტრავმულ ნაწილს, რომელიც დარჩა მოუნელებელი, არ აქვს იმის განცდა, რომ გაიზარდა და არ აქვს იმის განცდა, რომ მას ძალუწს შეუძლია საკუთარ თავზე ზრუნვა. ამიტომ ის ირჩევს გზას, სადაც მასზე იზრუნებენ ექიმები, ოჯახის წევრები, ნათესავები, საზოგადოება. მეორე ჯგუფი, დიდი ჯგუფი, ეს არის ემოციური პრობლემები, ფობიები და შფოთვები ყველაზე ხშირია, როდესაც გარკვეულ სიტუაციაში დაუძლეველი შიში აქვს ადამიანს და ის ვერ ახერხებს ამ შიშის გადალახვას. ამავდროულად ამბობს, რომ კი ვაცნობიერებ, რომ არაფერი ისეთი საშიში არ ხდება. ეს არის ფობიის ერთ-ერთი ესეთი გამანსხვავებელი. თუმცა საკუთარ თავს ვერ ვაიძულებ, რომ გავაკეთო. და ამ შემთხვევაშიც ეს არის ის ემოციური გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ტრავმულ სიტუაციაში ადამიანმა. მაგალითად, წყლის ფობიის შემთხვევაში სულაც არ არის აუცილებელი, რომ კონდეს ესეთი მწვავე ტრავმის სახით ის, რომ იხჩობოდა და გადარჩა და ამის შემდეგ გადაწყვიტა, რომ წყალს არ უნდა მიუახლოვდე, იმიტომ რომ ჩავიძირები. შეიძლება ყოველ დღე, როდესაც დედა აბანავებდა, ცოტა უხეშად აბანავებდა და ეს წყალი მუდმივად ხვდებოდა სასუნთ გზებში. არ სიამოვნებდა და თითქოს არაფერი რა მოხდა, ხა ყველას აბანავებს დედა და ყველას სახეზე და ცხვირპირზე ხდება წყალი. მაგრამ თუ კი ამ დროს ბავშვი იღებს გადაწყვეტილებას, რომ წყალი უდრის საშიშროებას, წყალი უდრის სიკვდილს, როდესაც იზრდება საკუთარ თავს, ამ საშიშროებაში აღარ მიიყვანს და შესაბამისად წყლის ფობია შეიძლება ჩამოყალიბდეს. შფოთვითი აშლილობა და შფოთვითი სხვადასხვა ფორმები ასევე არის ტრავმის ემოციური გამოვლინება. ასევე არის სოციალური გამოვლინება, როდესაც ადამიანი ან განერიდება ადამიანებს, სხვა სოციუმს, ან პირიქით ცდილობს მუდმივად იყოს ადამიანებთან და მას მუდმივად ჭირდება ყურადღება, ჭირდება ადამიანები იმისთვის, რომ უსაფრთხოებას გრძნობდეს. ესეც ისეთი ფორმაა და ბოლო ფორმა არის მენტალური. მაგალითად, მეხსიერების ჩავარდნები, ან გარკვეული ფანტაზიები და ფიქრები, რომელიც არ არის რეალური, აი მაგალითად ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის დროს, ადამიანს შეიძლება მოუვიდეს თავში ფიქრი, აი ახლა რომ ავიღო დანა და ოჯახის წევრს დავარდღა. და ეს ფიქრი იმდენად საშინელია და იმდენად მიუღებელია იმ მომენტში, რომ ძალიან ცუდად ხდება და გონია რომ გიждდება, რადგანაც ეს ფიქრი თავში მოსდის. იმიტომ რომ თუ კი ადამიანი ფსიქიკურად ჯანმრთელია, მაშინ რატომ უნდა ფიქრობდეს დანის დანახვაზე აი ამ ყველაფერს. აი ერთ ტრავმას, რომელიც ესეთ საძირკველში ტრავმულ ისტორიას წარმოადგენს, თავისი დრამატული განცდებით, მწვერვალზე შეიძლება კონდეს ერთ-ერთი ამ 4-დან, ან შეიძლება რამდენიმე ერთად. კი ბატონო.
იცით რაზე მინდა კიდე რომ ვისაუბროთ, ადამიანები გაუცნობიერებლად იმეორებენ ერთ და იგივე სიტუაციაში, ბავშვობაში, რაც ჰქონდათ თავის, ასე ვთქვათ, გადასარჩენად შემუშავებული ფორმები. აი, მაგალითად, ერთხელ თქვენს ამბობდით და იქიდან მოვიყვან მაგალითს, რომ მაგალითად სტუდენტი გოგონა პირობითად, რომელმაც პრეზენტაცია უნდა წარადგინოს და ეუხერხულება რაღაცნაირად ცოტა სტრესული არის მისთვის ეს საჯაროდ გამოსვლა და პრეზენტაციის ჩატარება და ამ დროს იწყებს, ვთქვათ, შეიძლება სახე შეუწუხდეს ან ტირილი დაიწყოს, როცა ლექტორის შეფასებაზე მივა საქმე და ამას საფუძვლად უდევს ის, რომ ბავშვობაში, როცა რაიმეს ვთქვათ, ასე ვთქვათ, მსგავსი გამოცდილება ქონდა პატარა ბავშვთან შესაბამისი გამოცდილებით, იგივენაირად ან ტირილით, ან მოღუშვით თავს გადაირჩენდა ხოლმე და ესეც სახეს რომ მიიღებდა, მშობლები, მასწავლებლები ეფერებოდნენ და ესე ვთქვათ, დაცვითი ფორმა მისცა ამას. და აი, როცა მერე დიდობაში უკვე გაუცნობიერებლად ხდება, აი ამ შემთხვევაზეც მინდა ვისაუბროთ, ერთია როცა გაცნობიერებლად, ანუ დაგეგმილად აკეთებ, რომ ვიცი, რომ ეს ამართლებს და მეორეა, როცა თვითონაც შეიძლება ვერაცნობიერებდეს იმ მომენტში, რომ ეს აქვს ეს თვისება. კი, იყო ეგეთი მაგალითი და ნამდვილად, როდესაც ადამიანი ტრავმულ შინაარსს ინახავს ქვეცნობიერში. და ეს შინაარსი არ არის მარტო ისტორია, რომ მე დედამ უარმყო, ან ცუდი შეფასება მომცა და იმისთვის რომ გადავრჩე, მუდმივად კარგი შეფასება უნდა მქონდეს. ეს გადაწყვეტილებაა ტრავმული. ზემოდან მას აქვს ის ინფორმაცია, რომელიც წლების მანძილზე დააგროვა ადამიანმა, როდესაც უარყოფას გაურბოდა სხვადასხვა გზებით. შესაბამისად, აი ორი ბავშვი წარმოვიდგინოთ ოჯახში, ერთი და იგივე გარემოში იზრდებიან და ორივეს დედა ძალიან კრიტიკულად ზრდის. დედა თვლის, რომ მისი ორივე ქალიშვილი უნდა იყოს ძალიან მოწესრიგებული და დალაგებული. მაგრამ ერთი არის ცოტა ექსპრესიული ტიპაჟი, ამიტომ ცდილობს მაქსიმალურად გადმოიღოს დედის მანერები, გააკეთოს ის, რაც მოსწონს დედას და დედიკოს საყვარელი შვილია, იმიტომ რომ ამართლებს მოლოდინებს. მეორეს კი არ შეუძლია ეს ყველაფერი, უფრო ჩაკეტილია და რას აკეთებს? უმწეო მდგომარეობაში გადადის და ამბობს, მე არ შემიძლია, მე არ გამომდის და თანდათან იკეტება. ეხლა როგორ გაიზრდებიან? ორივეს დარჩა ტრავმა ის, რომ მე უნდა ვიყო მისაღები, სხვანაირად ვერ გადავრჩები. როდესაც ზედმეტად კრიტიკულად ზრდიან ბავშვს, ის ვერ იღებს უპირობო მიმღებლობას, უპირობო სიყვარულს, მუდმივად რაღაც პირობები არსებობს. ერთმა დაისწავლა, რომ მთავარი პირობა მიღებულობის და უპირობო სიყვარულის არის ის, რომ იყოს გამორჩეული. მეორემ ისწავლა, რაც შეიძლება უძლური, სუსტი და პატარა ვიყო. შესაბამისად, ერთ და იგივე სიტუაციაში ერთი სტრატეგია იქნება დემონსტრაციული, ეცდება, რომ მაქსიმალურად ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს და ყველას მოწონება დაიმსახუროს, რა დროს მეორე იქნება აი ფაქტობრივად, ხო, კამელიონის იმით პოზიციაში დადგება და ეცდება, რომ საერთოდ ვერ შეამჩნიონ, რომ მან დიყო. ეს არის უკვე აი სტრატეგია, რომელსაც ჩვენ ვსწავლობთ, ვტესტავთ, იმიტომ რომ ტრავმული სიტუაციის მსგავსი სიტუაციები ცხოვრებაში ძალიან ბევრია. მაგალითად, თუ ავტოავარიას ავიღებთ, ხო, ანუ მანქანა, კი, ერთხელ მოხდა ეს ავტოავარია, მაგრამ მანქანის ხმა, მანქანა საჭესთან დაჯდომა გააჩნია, რასთან დააკავშირა ადამიანმა იმ მომენტში ეს ტრავმული გამოცდილება ძალიან ხშირად იქნება აქტუალური ამ ადამიანისთვის და შესაბამისად ყოველ ჯერზე, როდესაც ჩაჯდება მანქანაში, შეიძლება დაეჭიმოს მუცელი, შეიძლება იყოს უფრო დაძაბული ვიდრე სხვა ადამიანი, რომელსაც არ აქვს ეს ტრავმული გამოცდილება და აი ეს ფიზიკური გამოვლინებაა, ხო? და ეს იმისთვის აქვს, რომ გადარჩეს, ანუ იმ ტრავმულ შინაარსში ჩაწერილი გადარჩენის ისტორია და იმ
შენ რაც ახსენე, იქ გოგო მისწავლა, რომ ტირილით შეიძლება მიიღოს მეტი ყურადღება და მეტი პატიება იმ შეცდომების, რომელიც შეიძლება დაეშვა იმ პრეზენტაციაში. აქვე ალბათ კარგი იქნება თუ აღნიშნავთ, რომ ჩვენს სხეულსაც აქვს მეხსიერება, რომელიც შეიძლება გონებრივად და ესე აზრობრივად არ გვახსოვდეს, მაგრამ სხეულს კიდე ცალკე მეხსიერება აქვს, რომელიც ჩვენგან გაუცნობიერებლად ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ამ მეხსიერებას და ესეც გასათვალისწინებელია და იმიტომ ხდება ალბათ ეს რომ სხეულებრივადაც რო გრძნობ აი ყელში რო ბურთი ეჩრებათ და სპაზმური შეგრძნებები რო აქვს შეიძლება იმ მომენტში გონებრივად არ ხდება გაცნობიერება მაგრამ დაახლოებით როცა ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდებიან ხოლმე სადაც ტრავმა და რაღაც სტრესი მიიღეს მიახლოვებენ ხოლმე გარემოებას აი ხშირად გამიგია ხოლმე ეს სპაზმის შეგრძნება სხეულებრივად ბევრს აქვს. ეს ერთ-ერთი უხშირესია. სხვათა შორის მარიამ, აი სხეულის მეხსიერების მაგალითი, რომელიც თქვათ მაყურებლისთვის ძალიან გასაგები იქნება. აი ეს ხელის აწევა, ხო? ვიღაცას უბრალოდ გონია რომ ესალმები და ვიღაცას გონია რომ უნდა დაგარტყას და აკეთებს ამას. აი ეს არის სხეულის მეხსიერება, ეს არის ის რაც სხეულმა ისწავლა, მაშინ, როდესაც მას ცემდნენ და ამით იცავდა თავს და ეს ძალიან დიდხანს რჩება ადამიანთან, იმიტომ რომ ეს არის ჩემი გადარჩენის მექანიზმი. ასევე დღეს ვეცდები რომ ისევ შენივე მოყვანილი მაგალითიდან ვიღელმძღვანელო საკმაოდ კარგი მაგალითი არის ერთ-ერთი ისიც რამ შეიძლება კიდე ტრავმა გამოიწვიოს ადამიანში და მოვიყვან მაგალითს როცა ადამიანს შეიძლება სკვერში სეირნობისას დაესხას თავს ვინმე ან ნიღბიანი ან თუნდაც უნიღბო დანით და შეეცადოს მასზე დაყაჩაღება მაგალითად და ადამიანს წესით უნდა გაუჩნდეს ან ნიღბიან ადამიანების მიმართ შიში და სტრესი ან დანის მიმართ ან თუ ნიღბის გარეშეა იგივე ფიზიკური მსგავსი ფიზიკური მონაცემების მქონე ადამიანების მიმართ შიში თუმცა შეუჩნდება სკვერის მიმართ შიში და ანუ ესეც არ არის ესე წინასწარ ვერ გაწყვეტ და ვერ განსაზღვრავ, რაზე გაჩნდება ტრავმა. შეიძლება საერთოდ აი როგორც ეს მაგალითია, სულ სხვა გარემოება, რეალურად ყველაზე ნაკლები სტრეს ფაქტორი სკვერი იყო, მაგრამ სხვა სკვერებისში გავლის და თქვათ გასერნების ჩამოჯდომის შიშიც შეიძლება გაუჩნდეს. აი ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე ესეც რომ ახსოვთ, გავსი მაგალითები ბევრს აქვს ან გამოცდილება სხვადასხვა შემთხვევაში, სხვადასხვა ტრავმა, აი ასეთი მიმართებით, ურთიერთმიმართებით რომ გასჩენიათ და ვფიქრობ ესეც საინტერესო იქნება გაცნობიერებისთვის. ფსიქოლოგიაში ამას ღუზა ქვია, როდესაც ჩვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა და ის რაღაცა ფაქტი ან კონკრეტული ობიექტი გარემოში ერთმანეთს ეჯაჭვება და შემდეგ ის ფაქტი ან ობიექტი ისევ და ისევ იწვევს იმ ფსიქოემოციურ მდგომარეობას, რომელიც განვიცადეთ ტრავმულ სიტუაციაში, როდესაც მოხდა ღუზის დადება. ძალიან მარტივად შეგვიძლია ამას შევხედოთ და რატომ ხდება ასე. პირველი, მაგალითად დაყაჩაღების მომენტში მე დავაფიქსირე ის, რომ სკვერში ვარ და სკვერში აბსოლუტურად არავინ არ არის ჩემს გარდა. მეორე, შეიძლება სკვერში ვიყო, მაგრამ ამ დროს დავინახო ძაღლი და ეს ძაღლი გახდეს ობიექტი, რომელზეც დაიღუზება ჩემი შიში. შეიძლება მე არაფერს არ მიუმაგრო, ასე რომ ვთქვათ, ჩემი ემოცია, წავიდე სახლში და დავიწყო ფიქრი, რატომ დამემართა ეს უბედურება. იმიტომ რომ მე მჭირდება პასუხი. ეს ძალიან ისეთი პროცესია და დავიწყებ ფიქრს და პლუს კიდე ჩვენი საზოგადოება და მისი პოზიცია, რომ მსხვერპლი ყოველთვის დამნაშავეა, ვიწყებ იმის ძებნას რა დავაშავე და ალბათ ის დავაშავე, რომ სახლიდან გავედი. მარტო ვიყავი სკვერში, გავაკეთე რაღაცა კიდე და ვიპოვი მიზეს,
რატომ დამემართა მაინც და მაინც მე და რადგანაც ეს მიზეზია, ესე იგი მე ამ მიზეზს უნდა მოვერიდო, რომ მსგავსი საშინელება აღარ გადამხდეს. ანუ ორი მექანიზმი გვაქვს. ერთი იმპრინტი, როდესაც უცებ ჩაიბეჭდა და დაიღუზა და მეორე ეს არის მენტალური, როდესაც დავჯექი, ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ ის საშიში ობიექტია და საერთოდ არ უნდა მივეკარო, ან მიუახლოვდე, იმიტომ რომ მსგავსი რაღაცები არ განმეორდეს. კი, სხვაშორის ხა საინტერესო თემას შეეხე, რომ ხშირად ხდება, რომ ესე რომ ვთქვათ, მსხვერპლი ვთქვათ, ამ ტერმინით მოგხსენოთ, ხშირად განაშაულებს თავის თავს. აი ღამე რო არ გავსულიყავი, ვთქვათ და აი მსგავსი რაღაცები და ალბათ მოკლე არ ჩამეცვა, ტუჩსაცხი არ მქონოდა და ალბათ ეს არის უფრო საზოგადოებიდან შთაგონებული. შეიძლება ის გააზრებული არ გვაქვს, რომ საზოგადოებამ შთაგვაგონა, მაგრამ დაახლოებით რომ წარმოგიდგენია თუნდაც ინტუიციის დონეზე რომ ვფიქრობთ, თქვათ, სხვამა რო თქვას, რომ ღამე თავს მოკლე კაბა ეცვა, არ აქვს მნიშვნელობა თუ გინდა გრძელი შარვალი იყოს, აი აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რატო გახდი ძალადობის მსხვერპლი და ყოველს ძალიან არ მიყვარს. აი კი ცოდვა, მაგრამ ისეთი მოკლე კაბა ეცვა, აბა რა ეკონა, რას ნიშნავს, ხო? ანუ როგორ შეიძლება ესეთი დამოკიდებულება და ალბათ საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება, რომელიც ყოველთვის მსხვერპლში ეძებს დანაშაულს, მაინც განაპირობებს ხოლმე იმასაც, რომ დანაშაულების გარკვეული ნაწილი დაფარული რჩება და მსხვერპლს რო არ აქვს საშუალება რომ გამოხატოს თავისი ესეც უნდა ვთქვათ ალბათ რომ როცა საუბრობ უფრო გეხმარება განთავისუფლებაში და როცა შენ ის აქტუალურ თემაზე ვერ საუბრობ ისევ შენივე ფიქრები მაინც ფიქრობ მასზე შენივე ფიქრები არის მარტო შენი ასე ვთქვათ უკუკავშირი და ძირითადად მიდიხარ იქამდე რომ თავს იდანაშაულებ კი ცოტა მინდა ჩაუღრმავდე ამ საკითხს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის და უნდა გაიგოს ჩემი ყველა მე მგონი კარგი იქნება თუ დავიწყოთ იმაზე საუბარს. კი, არის ხოლმე ესეთი აქტივობები, მაგრამ მსხვერპლი არ უნდა დავადანაშაულოთ, რაც არ უნდა ეცვას, რაფერი ტუჩაცხიც არ უნდა ეცვას და საერთოდ არც უნდა მოგვივიდეს. აი ზოგჯერ გამოკითხვები ხდება ხოლმე სოციალურ ქსელებში, რომ აი გოგოზე თუ იძალადეს ან რაღაცა და მოკლე კაბა ეცვა, რამდენად მართებულიო. ჩემს კითხვაც არ უნდა მოგვდიოდეს თავში. აი უკვე კითხვის ფორმირება, პასუხი შეიძლება უარყოფითი მიიღონ, მაგრამ კითხვა არ უნდა ჩდებოდეს საერთოდ. ეს კითხვაც რო ჩდება, ეს უკვე მავნებლობაა. გეთანხმები აბსოლუტურად და მთავარი პრობლემა აქ რა არის? მთავარი პრობლემა არის ის, რომ როდესაც რაღაცა ცუდ ამბავს ვიგებთ. არ აქვს მნიშვნელობა ფილმს უყურებთ და ფილმში ხდება რაღაც ცუდი. ჩვენ რას ვაკეთებთ? ან ვაიგივებთ თავს გმირთან, ან გამოვდივართ ამ ისტორიიდან და ვამბობთ ვინმე ღმერთო რა კარგია, რომ ეს მე არ გადამხდა და მე რა უნდა გავაკეთო? უნდა გავაკეთოთ დასკვნა, აი მე რომ არ დამემართოს, ან მე არ დამემართება, იმიტომ რომ და ეხლა მოდით ჩვენ საზოგადოებას და ეს ძალიან მაღალი ზნეობის მქონე სოციუმს გადავხედოთ, რომლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც წერია წესებში და უცებ დაინახეს გოგონა, რომელიც ამ წესებიდან ამოვარდა კაბის სიგრძით, არ აქვს მნიშვნელობა რა. თუმცა არავინ ვიცით, ვინ დაწერა ეს წესები და ვის წესების დაცვას გთხოვენ. და რას აკეთებენ? პირველი რეაქცია არის, რომ აი კიდევ კარგი მე არ დამემართა და ნუ ორი მხარეა აქ, ან მსხვერპლი, ან მოძალადე. ბევრად უფრო ადვილია შეებრძოლო დაზარალებულ მხარეს და თქვენ რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მე შენზე მაღლა ვდგავარ, ვიდრე უთანაგრძნო, ან თუნდაც უბრალოდ ნეიტრალიტეტი შეინარჩუნო. და ეს ჩვენი საზოგადოების ნევროტულობის ძალიან დიდი მარკერია და როდესაც შევამჩნევთ რომ შემცირდა, ჩავთვალოთ რომ აი და იწყებს გამოჯანმრთელებას და ამ ნევროტიზმიდან გამოვდივართ. რადგან ძალიან მძიმეა ეს სიტუაცია მსხვერპლისთვისაც მძიმეა და ამავდროულად მოძალადეს უწყობ ხელს რომ მსგავსი ფაქტები განმეორდეს, რადგან არამც თუ არ ისჯება, არამედ კომენტარები რომ წაიკითხოს, აღმოჩნდება რომ ნამდვილად გამოიწვიეს, წააქეზეს და ამიტომაც მოუწია ადამიანმა გაქურდა სხვა ადამიანი და
ამ ქვეყანაში ამ იმის ყველას უჭირს და აი პურის ფული არ აქვს, რა ექნა საწყალს. მაშინ არ უნდა იყოს არც კოდექსი, არც არაფერი, ანუ როგორ. შესაბამისად, კი. ნამდვილად იმედია მალე დავდგებით. მალე შევამჩნევთ, რომ ამ გამოსწორების გზაზე ვდგავართ საერთოდ ცნობიერში. კარგით, მოდი გადავიდეთ ტრავმასთან გამკლავების რა საშუალებები არსებობს და ესეც ვფიქრობ საინტერესო იქნება, იმიტომ რომ გამოსავალი ძალიან მცირე გამონაკლისების გარდა საერთოდ ყველა მიმართულებაში, ყველა სფეროში და ყველაფერში არსებობს და აქაც ესეც არ არის გამონაკლისის შემთხვევა, ნამდვილად არსებობს ტრავმასთან გამკლავების არაერთი გზა და ამაზეც რომ ვისაუბროთ. დავიწყოთ იმით, რომ არ შეიძლება ტრავმით არც манипуლირება, რომ აი მე ბავშვობაში ძალიან უბედური ვიყავი, ამიტომ დღეს მე შენ გიყვირი და ეს ნორმალურია. არც ტრავმის დამალვა, იმიტომ რომ ჩათვალე რომ ჭრილობა გაქვს სადღაც სხეულზე და იმის მაგივრად რომ ჭრილობას მოუარო და დაეხმარო შეხორცებაში, უბრალოდ ქსოვილს აფარებ. კარგი, რაღაც პერიოდი შეიძლება არ ჩანდეს და არ გაწუხებდეს, მაგრამ ელემენტარულად ტრანსპორტში შეიძლება ვიღაც მოგედოს ამ ჭრილობაზე და ხელახლა გეტკინოს და ყოველ ჯერზე შეიძლება ეს რეტრავმატიზაცია ხდებოდეს და რაც უფრო მოუვლელია ჭრილობა, მით უფრო მძიმეა ყოველი შემდგომი შედეგი, ხო? როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ტრავმის მკურნალობაზე, ჩვენ ვლაპარაკობთ არა ფაქტის გაქრობაზე, შეუძლებელია უკვე მოხდა ეს ბავშვობა უკვე ქონდა, ეს ავარია უკვე მოხდა. არამედ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ აი ამ ტრავმასთან არსებული დრამატიზმი, ის აღქმა საკუთარი უმწეობის, რომელიც ადამიანს ქონდა იმ მომენტში და ის ქცევის სტრატეგიები და პატერნები, რომელიც გადასარჩენად შემუშავდა, შემცირდეს. ანუ ჩვენ ვამცირებთ დრამატიზმს და ვტოვებთ ისტორიას. და მოდი ესე სქემატურად წარმოვიდგინოთ, ალბათ უფრო გასაგები რომ იყოს. დღეს მე მაქვს ტრავმის შედეგი. ეს ტრავმის შედეგი არის ის, რაც მე წლების მანძილზე ამ ტრავმის ტარებით გავზარდე და მაქვს გარკვეული სიმპტომი. მე მაქვს რაღაც არ ვიცი, ყელში ბურთი მაგალითად როგორც ახსენე ცოტა ხნის წინ, ან ნებისმიერი სხვა სიმპტომი, შფოთვა, ფობია, მეხსიერების ჩავარდნები, არ შემიძლია ადამიანებთან ურთიერთობა გასაუბრებაზე რომ მივდივარ, ადამიანებს ხედავ და ვმუნჯდები და ასე შემდეგ. ანუ ფაქტობრივად მე მაქვს შედეგი. ეს შედეგი აუცილებლად გამოწვეულია მიზეზით. თუ ჩვენ ვცდილობთ შედეგის განკურნებას. ანუ გამოდის რა რომ ჩვენ რაღაცა ზემოდან ოდნავ გადავაფარეთ რაღაც ტონალური წაუსვით ჭრილობას, ცოტა ხანი ეს ჭრილობა არ ჩანს, მაგრამ კვლავ მოხდება სიტუაციაში, ისევ მოუწევს გასაუბრება, ან ისევ დაჭირდება მანქანაში ჩაჯდომა და ეს ტონალური, რომელიც დროებით აი ამ ტრიგერი ყოველთვის იარსებებს. ხო, გამოაცოცხლებს ძალიან მარტივად იმ შინაარს, რომელიც აი იმ დრამატიზმში, იმიტომ რომ დრამა ისტორიაშია. ამიტომ ჩვენ როგორც ფსიქოთერაპევტებს გვევალება რა დავეხმაროთ ადამიანს ჩავიდეს აი იმ ტრავმულ გამოცდილებასთან არ ჩავარდეს მასში ანუ ფაქტობრივად არ გახდეს კიდევ ერთხელ ამ ტრავმული ისტორიის მსხვერპლი არამედ ნაპირთან მივიდეს უნდა უყურნელოთ მიზეზს და არა შედეგს აუცილებლად და უკვე დღევანდელი რესურსებით დღევანდელი უნარებით თერაპევტთან ერთად და იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რომელიც თანამედროვე ფსიქოთერაპიაში საკმაოდ ბევრია, იმ შინაარსის შეცვლა ისე რომ დრამატიზმი მოაკლდეს. და საკმაოდ ეფექტურია ეს ყველაფერი, თუ კი ადამიანი პირველ რიგში აცნობიერებს, რომ მას აქვს ტრავმა, მეორე ხვდება, რომ ის პრობლემები, რომელიც აქვს, გამოწვეულია აი ამ ტრავმით და შემდეგ საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას და დადის თერაპიაზე. კი, ნამდვილად მეც სრულიად გეთანხმები ამაში, რომ თერაპიაზე, აი მე მაგალითად ყველას ურჩევდი, რომ ერთხელ მაინც მივიდნენ თერაპიაზე, შეიძლება მე გადაწყვიტონ, რომ არ სჭირდებათ და არიანო, მაგრამ აი რაღაცა შეიძლება შორიდან უფრო ვერ გაარკვიონ, სჭირდებათ თუ არა, ვიდრე უშუალოდ ერთი თუნდაც ერთი სეანსის შემდეგ, იმიტომ რომ ბევრჯერ ყოფილა ხოლმე პრაქტიკაში, რომ ადამიანს ეგონა, რომ აი სხვას გამოყვა და
ბარემ თვითონაც სცადა და აღმოუჩენია, რომ უნდა თვითონაც აქვს ზაობა და სურვილი და საჭიროება, რაც თავარია, რომ იაროს ამ თერაპიებზე და ესეც რა ვიცი, მე მაგალითად ვურჩევდი ყველას, რა თქმა უნდა, შესაძლებლობის და გამომდინარე, რომ ერთხელ მაინც უბრალოდ გაისაუბროს. მარიამ, აქ ორი მომენტია ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი მომენტი არის ის, რომ ფსიქოთერაპიის შესახებ ვიცით, ძირითადად ფილმებიდან, ანუ საზოგადოებაზეა ლაპარაკი და არა სპეციალისტებზე, რა თქმა უნდა. ანუ ფილმებში იქ ვიღაცა წევს თერაპევტთან ძირითადად შარჟით არის გადაღებული ეს ყველაფერი და უყვება როგორი უბედური ბავშვობა იყო, ლანძღავს მშობლებს ან რაღაც. ეს არ არის თერაპია. ანუ კი, თერაპიის პროცესში შესაძლებელია მსგავსი შინაარსები იყოს, როდესაც თქვა დედან, მამა გაახსენდეს, როგორ რაღაცა ცუდად ექცეოდა, მაგრამ რეალური თერაპია არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი რესურსებით, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებით, საკუთარი ცხოვრების მართვა აქ და ამჟამად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ჩემთან ადამიანი მოდის პირველად და მე ყოველთვის ვეკითხები, რომ აქვს თუ არა გამოცდილება თერაპიის. იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ის მოლოდინი, რითიც მოვიდა, შეესაბამებოდეს იმ რეალობას, რომელსაც მე ვახვედრებ. და პრაქტიკულად არავინ არ იცის, რას ნიშნავს ფსიქოთერაპია. ელოდებიან რაღაც იმას, რომ უბრალოდ უნდა ილაპარაკოს, დაიცალოს, ლაპარაკი და დაცლა ნებისმიერ ადამიანთან შეგვიძლია, არა ფსიქოთერაპევტთან და აბსოლუტურად ერთნაირ შვებას მივიღებთ. მე რომ დაველაპარაკო ჩემს მეგობარს, ოჯახის წევრს და ფსიქოთერაპევტს და ერთი და იგივე ფაქტი მოვყვე, ერთნაირად დავიცლები. თუ დაცლაზეა ლაპარაკი, მაგრამ მეგობარი მე რაღაც რჩევას მომცემს, მეგობრულს, ოჯახის წევრი მეტყვის სისულელეა რაზე ლაპარაკობს საერთოდ და ფსიქოთერაპევტი მკითხავს შენთვის რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ეხლა რას გრძნობ ამასთან დაკავშირებით? ახლა ამას რომ მიყვები, რას ელოდები და როგორ გინდა რომ შეცვალო, რა გაქვს ამისთვის და თუ არ გაქვს, როგორ შეგიძლია გაზარდო. ნახე, ანუ ეს ისტორია წავა საერთოდ სხვადასხვანაირად და მე მინდა ესეთი პატარა ლაიფჰაკი დაგიტოვოთ, როგორ მივხვდე მე ჩემი სიმპტომი, იმიტომ რომ ის რაც ჩამოვთვალეთ, სიმპტომები ყოველთვის ტრავმის შედეგად არ არის. მე შეიძლება ფობია მქონდეს ძალიან ისეთ ყოფით დონეზე, იმიტომ რომ ფობია 5 გზით ყალიბდება და მაგალითად ისტერიული ფობია მაქვს. მე არ მინდა ლაგება, ამიტომ მეშინია ცოცხების. ძალიან მარტივია, ძალიან კომფორტული. ალერგია მაქვს მტვერზე, კლასიკა. მე მაქვს მტვერზე ალერგია. ხო, რობოტი მტვერსას რუტი დაგეხმარებათ ამ ალერგიის მოგვარებაში. და ნახეთ რა ხდება. ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ნეგატიური სიმპტომი და მინუს სკალაზე გავზომოთ 1-დან 10-მდე. თუ ის რაც მე არ მომწონს და რაც მაწუხებს, არ მომწონს და მაწუხებს 1-დან 10-მდე, 10-ზე, 8-ზე, 9-ზე, ან 7-ზე, რაღაც ისე, არასწორად დავალაგე, მოკლედ 10, 9, 8, 7, ამ შემთხვევაში სავარაუდოა, რომ მიზეზად დევს ტრავმული შინაარსი. თუ არასასურველი მდგომარეობა მაწუხებს 5-ზე, 6-ზე ან 4-ზე, ამ შემთხვევაში ტრავმული შინაარსი ძალიან ნაკლები ალბათობით არის, მან რაღაც სოციალური ფაქტორები იქნება ჩართული, შესაბამისად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაუსვას საკუთარ თავს კითხვა, რომ აი ეს ფობია, რომელიც მაქვს, რამდენად ძლიერია. ზოგს აეროფობია აქვს, მაგრამ ადის თვითფრინავში და შეუძლია რომ კი ცოტა დაძაბულმა, მაგრამ იფრინოს და ზოგს ისეთი აეროფობია აქვს, რომ სიტყვა თვითფრინავზე უკვე ძალიან ცუდად ხდება. რა თქმა უნდა, სიმძლავრე განსხვავდება და მექანიზმი ამ ფობიის ჩამოყალიბების ასევე განსხვავდება. შესაბამისად, თუ არასასურველი მდგომარეობა ძლიერია 7, 8, 9, 10-ზე, უფრო დიდი ალბათობით ტრავმული მიზეზი აქვს ამ ყველაფერს და თუ სასურველი მდგომარეობა ფასდება 1, 2, 3 ან 4-ზე, აქაც ტრავმულ საფუძველზე ვეჭვობთ და ამას ვარაუდობთ. კი ბატონო, მადლობა ლაიფჰაკის გაზიარებისთვის, სტუმრობისთვისაც. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ გამოსადეგი და საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის.
დავემშვიდობებით მაყურებელს, მადლობა რომ ჩვენთან იყავით და უყურეთ, გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები და კომენტარებში დამიწერეთ შემდეგში რა ტერმინები გსურთ რომ განვიხილოთ. მადლობა, ნახვამდის.